მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას ხვაბერძის გეომეტრიიდან მესამე თავის 71 ნომრიდან. მოდი ამოვხსნათ ეს მაგალითი. ეს ამოცანა. შეგვიძლია პრინციპში ამ ნახაზეც ვიმუშაოთ, თვითონ გამოვიყენოთ. ახლა ერთი მომენტია, მეგობრებო, ალბათ. ერთი მომენტია, მეგობრებო, თქვენ ალბათ იცით, რომ თუ პირობაში არ არის მოცემული კაფიოთ, რომ იხევწყალეთ ნახაზით, ან იხილეთ ნახატი, რაღაცებს გავსი ჩანაწერი თუ არ არის, მაშინ უბრალოდ ნახაზი არის დამხმარე საშუალება, ერთგვარი, რომ თქვენ გარკვეულწილად წარმოდგენა შეიქმნათ მოცემულ სიტუაციაზე და აქ არსებული თანაფარდობები, დამოკიდებულებები ზუსტად ხედულობაში არ უნდა მიიღოთ. ამაშივე იგულისხმება თუნდაც ის მომენტი, რომ შესაძლოა ახლა O-M და O-N სულაც არ იმყოფებოდეს აქ ერთ წრფეზე. მოდი, პრინციპში სანამ ამოცანას ამოხსნით, ერთი პატარა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. დავფანავ ახლა მე ამ ნახატს. იცოდი? სავსე წრეწირი ავიღებ ხოლმე და ავიღებ წრეს, ხო? ასე. და არ ჩანს რა, ეს თქვათ ასეთი სიტუაცია. და მოდი ახლა ისე წავიკითხოთ პირობა და გავაკეთოთ, როგორ აღვიქვამთ ამ ამოცანას. თავიდან რომ ვკითხულობთ ახლა AOB და COD სამკუთხედების სიმაღლეები, ტოლია ხო, მოგინდება ხა ცალ-ცალკე დახატო ხო, რაღაც ეს AOB სამკუთხედი, მერი არის COD სამკუთხედი, კი ერთი წველო საერთოდ შეიძლება ასე დაგეხატა, ეს COD სამკუთხედი შეიძლება კიდევ სხვადასხვა, მაგრამ O-წერტილი 10 წრფეზე წევს. კარგი, ეს შედარებით ალაგებს ახლა სიტუაციას და მრავალფეროვნება გარკვეულწილად იზღუდება, მაგრამ მოდი ახლა ავიღეთ 10 მონაკვეთი. ასე. ასე ავიღეთ O-წერტილი, ასაც თვითონ მეუბნება, რომ მანამაით შუაში შეიძლება არ იყოს. ავაგოთ მასე AOB და COD სამკუთხედები, ისე რომ მათი სიმაღლეები იყოს ტოლი. ხო შეიძლებოდა ახლა ჩვენ რამდენიმე შემთხვევა განვიხილოთ, ზოგადობის შეუზღუდავად შეიძლება ასე იყოს, მაგალითად ასე იყოს სიტუაცია. ეგ არის AOB და მოდი მასში გავავლოთ ახლა სიმაღლე. მოდი წითლად გავავლოთ სიმაღლე. და O-დან გავავლე სიმაღლე. დაახლოებით ასე გამოდის, ხო? ეგ იქნებოდა მართი კუთხე. ეს არის M წვერო, OM და ეს არის მართი კუთხე. დაახლოებით ამის ტოლი მოვიყოს ახლა სიმაღლე. ეგ სიმაღლე შეიძლება იყოს გავლებული ასე, შეიძლება იყოს გავლებული ასე, შეიძლება გავლებული იყოს ასე ბევრნაირად. დაახლოებით ტოლად წარმოვიდგენ ახლა და შეიძლება ასეც ყოფილიყო. ასეთი სიტუაცია ყოფილიყო. დავაწეროთ ამას COD, ხო? COD არის ეს. აქაც ვიცით, რომ ეს სიმაღლეები ტოლია. კი ბატონო. ვიცით, რომ AM არის, ეს არის 4.2 და DN არის, ეგ არის DN, ხო? 2.6. მოდი და რუსულით ეს დავწერე ახლა. ასე იყოს. რა გამოდის? რამე შანსი გვაქვს ახლა ამ სიტუაციიდან ჩვენ დავადგინოთ რისი ტოლი იქნებოდა მთლიანად DC. ცხადია, მსგავსი ინფორმაციის მოსაძიებლად ჩვენ აუცილებლად ჰაერი ვიტყვი საჭიროება აქვს სამკუთხედების ტოლობები, მაგრამ როგორ გამოვა ახლა სამკუთხედები ტოლი თუ კომპონენტებზე არ გვექნა ინფორმაცია. და მგონია, რომ ამ ამოცანას აკლია რიგი პირობები, მაგრამ
თუ ჩავთვლით, რომ შესაძლოა ზედმეტად կարծრიცხვი, მაგრამ ნუ წესით მარტო ასე დახაზის მოცემა არ გვარა და უნდა იყოს ეს თავისუფლად შეიძლებოდა აქ ბავშვს ჩაითვალა, რომ OM და ON ერთ წრეზე აღწევს. და ახლა თუ ჩავთვლით, რომ ერთ წრეზე ძლევს, მაშინ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი იქნებოდა, რომ OM-ი ON-ის ტოლია და ეგ ორი სამკუთხედი AMO სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი და შესაბამისად აი ეს სამკუთხედი გამოდიოდა ტოლი. სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშნით, ხო? ორი კუთხედან მათი საერთო გვერდი ტოლებია, მარტი კუთხეები ტოლია, მახვილი კუთხეები ტოლია, მათი საერთო გვერდი ტოლია, შესაბამისად სხვა გვერდების ტოლი იქნებოდა და ეს თუ 4.2-ია, ცხადია, ესეც იქნებოდა 4.2. მე დნ სადაც ვიცოდით 2.6 იყო და 6.8 გამოდიოდა მთლიანად დეცემულ აკვეთის სიგრძე. ოღონდ ეს იმ პირობებში თუ ჩავთვლიდით, რომ O წერტილი ძევდა MN წრფეზე. ალბათ მაგის თქმა უნდათ, აქ O წერტილი MN წრფეზეაო, მაგრამ ისიც უნდა იყოს, რომ AC და BD წრფეებია, მონაკვეთებია და კვეთენ ერთმანეთს. ხო? სრულყოფა აჭირდებოდა ამ პირობას. 62. ალბათ ეს სამკუთხედი ეში, ნუ მოდი ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი. ნუ 40 გრადუსიან კუთხეს, რომელი მახვილი კუთხე გავს ახლა ზედა უფრო, ხო? ეს იყოს A კუთხე, ეს არის C კუთხე, მართი კუთხე, ეს არის 40 გრადუსი. იპოვეთ მახვილი კუთხე CK სიმაღლესა და ხო, BM ბისექტრისას შორის. კი ბატონო. გავავლოთ CK სიმაღლე, ანუ მართი კუთხის წვეროდან არის გავლებული სიმაღლე და B კუთხის წვეროდან არის ბისექტრისა გავლებული. მომიშოთ ახლა შესაბამისი ინფორმაცია ნახაზე ეს ასე. ეს ასე. გავარქვათ ესა CK სიმაღლე, BM ბისექტრისა და ჩვენ ვთხოვეთ იპოვეთ მახვილი კუთხეო, ხო? მახვილი კუთხე. მოდი ახლა თვალით აქ შეიძლება მოვთხოვდეთ რაღაცა ბოლომდე ზუსტად არ გამოგვივიდეს დადგენა, ამიტომ რა იქნება სწორი? გავთვალოთ ყველა კუთხე და მე გამოჩნდება. აი მაგალითად ახლა რა შეგვეძლო გავკეთებინა. აი ქვემოთ ეს თუ აკუთხე 40 გრადუსია. აქედან ხო გამომდინარეობს, რომ კუთხეები იქნებოდა 50 გრადუსი, ხო? ნუ ართკუთხა სამკუთხედში, დიდ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხეების ჯამი 90 გრადუსია. შესაბამისად, ეს ხო 25 გრადუსი გამოვიდოდა. მოდი, ცოტა წვრილად რომ დავწერო, ალბათ მაინც გამოჩნდება, ხო? აი, ეს ხო 25 გრადუსი იქნებოდა. ესეც 25 გრადუსი იქნებოდა. ახლა დავაკვირდით, აი ამ პატარა სამკუთხედს, მოდი ამას დავაწეროთ ჩვენ. აი აქ ოწერო და დავაკვირდეთ სამკუთხედი OKC B. OKB. ნუ ეს ხო მართკუთხა სამკუთხედია პატარა. და ერთი კუთხე თუ 25 გრადუსია, ეს 65 გრადუსი არ გამოვიდოდა? კი ბატონო, გამოვიდოდა. და შესაბამისად მახვილი კუთხეც ეს იქნება, იმიტომ რომ მისი მოსაზღვრე კუთხე იქნება 180 გამოკლებული 65. ანუ ჩვენ ვიპოვეთ ბისექტრისასა და სიმაღლეს შორის კუთხე. ეგ იყო 65 გრადუსი. 65 გრადუსი იქნება. კიდე კარგი, მოდი ნახოთ. რა ხდება 63-ში. 63 ნომერი. ისევ და ისევ მოცემულია მართკუთხა სამკუთხედი. მოდი ავიღოთ ეს მართკუთხა სამკუთხედი, ასე შევაერთოთ ეს აი ასე.
კუთხეცი არის 90 გრადუსი, აი ეს იყოს სადაც C, კუთხები არის 50. აი ეს გავს ახლა 50 გრადუსს, ხო? ეს გავს აქ 50-ს. იპოვეთ, ეს იქნება CE მედიანასა და აკა ბისექტრისას შორის ბლაგვი კუთხე. კი. გავავლოთ CE მედიანა, აი ასე. გავავლოთ CE მედიანა და აკუთხით აჭეროთ და გავავლოთ ბისექტრისა. ეს არის A, A, ეს არის C. იქ თხოვე ბლაკუთხეს, ახლა თვალითაც ჩანს, რომ აი ეს არის ბლაგვი კუთხე, მაგრამ ნუ აქაც დროებით მოვიცადოთ, მოვითვინოთ და ნუ რომელიც გამოვა ბლაგვი, შესაბამისად ის დავწეროთ პასუხი, ხო? ამ მედიანის და ეს მედიანა რო იყო, ხაზე ასე გამოვაჩინოთ. ბისექტრისას შორის ბისექტრისის გადაკვეთისას. ახლა აქ რა შეცდომას რა უყურადღებას იჩნენ ბავშვები. იმას მალე ხვდებიან, რომ ბეწვეროსთან მდებარე კუთხე აქ თუ 50 გრადუსია, ცხადია, წვეროსთან მდებარე კუთხე იქნებოდა 40 გრადუსი, ხო? და ბისექტრის რადგან იყო გავლებული, ეს 20 გრადუსი იქნებოდა. მერე ბავშვები გადადიან სამკუთხედ A, B-ში, B-ში და კუთხე A, სრულად დავწეროთ, B გამოდის 180 გამოკლებული 50 და 20, ხო? ანუ 110 გრადუსი გამოდის. ამას ალბათ ხსენიათ გამოთქვა ოჯახი ხრამია, ისეთი რისი ქვეტექსტიც არის, მორალი, რომ ოჯახში ყველაფერი მიგავს, რასაც წააწყდები. და ხრამია რაში ახსოვს, არა? რაღაცა ხუმრობით ასეთ მანერას ამოხსნისას უძახით ხოლმე ოჯახი ხრამიას პრინციპს რა. ანუ შენ რაც დაადგინე, რაც რისი დადგენა შეგიძლია, იმას აწერ, გვერდებს ნიშნავ, კუთხეებს ნიშნავ. ანუ რა გჭირდება, იმას კი არ უკვირდები. არც ფიქრობ მაგაზე, უბრალოდ უცებ პირობიდან გამომდინარე, რაც იცანი, იგრძნე, გაგახსენ და ყველაფერი დაგაქვს რა. ასეთ ჩანაწერების სახით ან ნახასე. შესაბამისად, ეგაა 70 გრადუსი. მაგრამ ახლა აქ ვეღარ გადავდივართ რა, იმიტომ რომ ეს კუთხე არ ვიცით, ეს კუთხე არ ვიცით. აი, აღნიშნული ჩანაწერები კი საკმარისი არ არის, შენ მიხვიდე ოწვეროსთან მდებარე კუთხეებამდე. მაგრამ თუ ჩერდება აქ უკვე მოსწავლე. მაგრამ თავარი არის ერთ-ერთი მთავარი მიდგომა პრობლემების გადაწყვეტისას რა. შენ ყველა რესურსი გამოიყენე ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რაც გქონდა? მათემატიკაში, ნუ ზოგადად ახლა ამოცანები რომ მოდის არა, მნიშვნელობა მათემატიკური იქნება პროგრამული ფიზიკის ამოცანა. პირველ რიგში უნდა დააკვირდე, როცა გაეჭედე და ვერ მიქავს საქმე ბოლომდე, მთელი ინფორმაცია გამოიყენე თუ არა, რაც მოგაწოდეს. თუ დააკვირდებით ახლა ეს ყველა კუთხე ჩვენ რაც ჩავწერეთ აქ, აბსოლუტურად ყველაფერი გაპირობებული იყო ბისექტრისის გამოყენებით, ხო? ეს რო 20 გრადუსი. არსად ჩვენ არ ჩაგვირთავს საქმეში მედიანის მომენტი. და ამას როცა მიხვდები უკვე, მერე გახსენდება მედიანა ცალკე რომ გამოვიდაოთ ახლა მართკუთხა სამკუთხედში მედიანა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხაზია ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა თავისი ხასიათის გამო. რა ხდება? ხდება ის, რომ მიიღება ორი ტოლფერდა სამკუთხედი. რატომ? აქ მუშაობს ცნობილი თვისება ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია და ჰიპოტენუზის ნახევრების ტოლი თუ გამოდის ეს მედიანაც, ანუ ორი ტოლფერდა სამკუთხედია, ერთი ეს და მეორე ასე, ხო? შესაბამისად, დააკვირდით ახლა ჩვენ შემთხვევაში აქეთ, ესე იგი, ეს სამკუთხედი თუ იყო ტოლფერდა, აი ეგ სამკუთხედი, აქ თუ იყო 50 გრადუსი, თავისთავად ესეც 50 გრადუსი არ იქნებოდა აი აქ. და დააკვირდით ახლა
აქ ასეთი მეწერა. დააკვირდით აი ამ სამკუთხედს, ამ სამკუთხედს აქ რა ხდება? ამ სამკუთხედში თქვენ უკვე ორი კუთხე იცით, ხო? CK გვერდთამდე ორივე კუთხე იცით. ესაა 50 და 70 და რაღა რჩება, რა არის საძიებელი? აი ეს კუთხე, აი ეგ იქნებოდა 180 გამოკლებული 50 და 70, ხო? ეგ არის 60 გრადუსი. შესაბამისად, ბლაგვი კუთხე, რასაც გვეკითხებოდნენ, ეს იქნებოდა 120 გრადუსი. მე საინტერესო მომენტი. ახლა მე ვიდა აქ ერთი პატარა მომენტზე გაგმახვილოთ ყურადღება. საერთოდ აი ჩვენ როდესაც ვამბობთ ძალიან მაგარ დამოკიდებულებას, თეორემას, რომ მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა ეს ემი ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს თეორემა შებრუნებულიც სწორია. ну შებრუნებული რას ნიშნავს? აი წარმოიდგინეთ, მოცემული გაქვთ რაღაც სამკუთხედი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გვერდის მიმართ გავლებული მედიანა თავად ამ გვერდის ნახევრის ტოლია. აი გავავლეთ რაღაც გვერდზე, გვერდის მიმართ მედიანა და თვითონაც აღმოჩნდა ამ ნახევრების ტოლი. ანუ მედიანა იმ გვერდის ნახევრის ტოლია, რომელზეც ეშვება. ახლა დააკვირდით რა ხდება აქ. ეს ხო ზედა სამკუთხედის ტოლფერდაა და ქვედაც. ანუ ეს თუ აქ ალფა არის, ესეც ალფა იქნებოდა ასე. ეს თუ ბეტა არის, ესეც ბეტა იქნებოდა აი აქ. შესაბამისად, დიდ სამკუთხედში რო ჩამოვწეროთ ახლა კუთხეები ალფა, ალფა პლუს ბეტა, ბეტა, ეს სამი კუთხეა, ხო? ეს ალფა პლუს ბეტა, ეს ალფა თვითონ ბეტა. და რომ დავკრიბოთ, ხო გამოდის 180 გრადუსი. ანუ გამოდის, რომ 2 ალფას დამატებული 2 ბეტა არის 180 გრადუსი, ესე იგი ალფა პლუს ბეტა ყველა ვარიანტში არის 90 გრადუსი. ანუ მართკუთხა გამოვიდა სამკუთხედი. ესე იგი, თუ მედიანა ტოლია გვერდის ნახევრის, რაზეც ეშვება, სამკუთხედი მართკუთხაა და ჩვენ მანამდე პირიქით ვთქვით, ხო, თუ სამკუთხედი მართკუთხა იყო, მაშინ ეს აუცილებლად მოხდებოდა. მე მინდა რომ გახსოვდეთ. ახლა რაც შეეხება 64 ამოცანას. ტოლფერდა სამკუთხედია ამოცემული. ну გავლებულია ხაზები ტოლფერდა m-ი n-ი უდრის m-ნი ნახაზი მიშკანად მისი არის, ხო? m-ნის როდარი. აი ვიდაფაზოთ, ნახაზი აშკარად სხვა რაღაც ისაა. ავიღეთ ტოლფერდა სამკუთხედი. ტოლფერდა სამკუთხედს ალბათ სტანდარტულად ასე ვდახაზავთ. გახსოვდეთ, რომ შეიძლება ის ბლაკკუთხაც ყოფილიყო, ხო? ასე და ბლაკკუთხა თუ იქნება, ცოტა სხვა მოძავებს აქვს ხოლმე ადგილი, ხო? ავიღოთ m-ნი და n-პი ერთმანეთის ტოლი. ანუ n-ი არის ფუძის მოპირდაპირე წვერო. ისე m-n-p 44 გრადუსი. კი ბატონო. m-ნი ასად არის. m-ნი უთრის m-ს. აი დავწერთ პერგერა f-k. მაშინ თომა უნდა იყოს დაშვებული, ანუ m-ნი უდრის m-ს, კი? m-n-p არის 44 გრადუსი და k-m-n კუთხე a-m-n კუთხე, აი ეს კუთხე ტოლია m-e კუთხის. ეცი? ახლა და იპოვეთ კუთხე PFK.
თუ კაი, ანუ ალბათ ეს ნახაზი ყოფილა ბოლო-ბოლო, ხო? ესე იგი, რა ვიცით ჩვენ, მოდით ცოტა დიდ ნახაზი გადმოვიტანოთ აქეთ. ანუ გავლებულია ფუძის წვერუებიდან, როგორღაცაც მონაკვეთები, ერთი მონაკვეთი თქვათ, ასე იყოს, მეორე მონაკვეთი არის ასე, დავაწეროთ ასოები, ეს არის A, E, G, E, E, G, F-ი, დავაწეროთ რა ვიცით, M-ი როარ დაგვასწრეს არის N, S-ტოლი, ანუ აქედან გამოვა, რომ კუთხე M-ი, კუთხე P-ტოლია. ტოლფერდა იყო. ეს თუ 44 გრადუსი, მაშინ ეგ იქნება 180 გამკლებული 24 გაყოფილი 2-ზე, გატეხილი 2-ზე, ხო? ნუ მაინც დავთვალოთ. ესე იგი 180 გამოკლებული 44 გრადუსი, ეს 136 გაყოფილი 2-ზე, ნუ ეგ იქნებოდა 68 გრადუსი, ხო? 68. ჩვენ ვიცით, რომ KMN და MP კუთხეები ტოლია. KMN, KMN, ანუ მთლიანად ეს კუთხე, კუთხე, დავწეროთ ხოდი KMN უდრის MPS, MPS, აი აღნიშნულ კუთხეს უდრის უხვები, ისე, და გვეკითხებია ჩვენ კუთხე PFK-ს. სად არის PFK? აი, ამ კუთხეს გვეკითხებია. ალბათ საინტერესო ახლა რაი. მომწეროთ ახლა ჩვენ აი ამ კუთხეს ალფა. ვთქვათ, ეს ალფა იყოს. შესაბამისად ახლა რადგანაც ფუძეებთან მდებარე კუთხეები 68 იყო, ეს იქნებოდა 68, ეს ალფა თუ თავისთავად ესეც ალფა. ახლა ჩვენ რასაც გვეკითხებიან? K, O, F, P კუთხე. ეს KFP კუთხე. ხო, აი ეს კუთხე ხო, გარე კუთხეა, სამკუთხედი. აი ამ სამკუთხედისთვის, ხო? და შესაბამისად გარე კუთხე თუ არის არამსაზღვრეული შიგა კუთხის ჯამის ტოლია, არა? აი ამის გარე კუთხეა და შესაბამისად ეს იქნებოდა მოდი შესაძლოა 68-ს მინუს ალფა, ხო? აი ეს. იმიტომ რომ ეს თუ ალფა იყო, მთლიანად 68-ს მინუს ალფა იყო. ეს ალფა იქნებოდა თავისთავად. და კითხვის ნიშანი ტოლი იქნება 68-ს მინუს ალფას დამატებული ალფა. ანუ 68 გრადუსის. მოდი ნახოთ 68. 65. მახვილკუთხა სამკუთხედია მოცემული. BC. ნუ ძირითადად მახვილკუთხა სამკუთხედს რომ გვაძლევენ, ამ ეტაპზე ნუ აქ უფრო სიმაღლებისთვის მინიშნებელია, რომ სამივე სიმაღლე შიგნით გაივლება. აი ნახეთ, A და B წვერებიდან გავლებული სიმაღლეები, რა თქმა უნდა, შიგნით იქნებოდა გავლებული, ხო, ეს სიმაღლეები. ნუ მახვილკუთხაში შიგნით გაივლებიან და შიგნითვე იკვეთებიან. სიმაღლეები რომ და HB კუთხე არის HB, ეს არის 120 გრადუსი. ეს ოჯახით რამე სპეციფით უცებ რა შეიძლება დავინახოთ ახლა აქ და გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რომ სიმაღლეებს შორის კუთხე მესამე წორსთან მდებარე კუთხის ტოლი. ამიტომ ეს თუ იქნებოდა 60 გრადუსი, შესაბამისად ესეც იქნებოდა 60 გრადუსი. შემდეგ რა ხდება? B და C წვერებიდან გავლებულია ბისექტრისები. მოდი საფრის ავიღოთ, ანუ აქედან გავლეს ბისექტრისა, ახლავით ასე იქნება, ხო, თვალით. და C წვერებიდანაც გავლეს ბისექტრისა. ანუ ცოტა აქ მოსახერხებელია მწვანე რომ გამოვიყენე, მაგრამ საკმაოდ აიბურდა, ხო? ახლა თითოს კვეთის წერტიზე გადის, ეგ არ არის სავალდებულო.
ვთქვათ და ჩემი რჩევა თუ ახლა თავად სიმაღლების და ბისექტრისების გადაკვეთით მიღებული კუთხე თუ არ გვინდა, მოდი რა ვქნათ, იცით? ავიღოთ იგივე ნახაზი, ოღონდ მხოლოდ ბისექტრისები გავა. აი, მოდი, ავიღოთ ისევ. მოდი, ფერიც დავაყენოთ. უბეცი სამკუთხედი. და გავავლოთ ბისექტრისები. ესე, ბოდიში, ბეჭერო და უნდა გაგვავლო ბისექტრისა. და ცეწურო და უნდა გაგვავლო ბისექტრისა. ესე. და ისოს. კაწევტის შეკუთებიან ესე. და BKC კუთხე, BKC 130 გრადუსის ტოლი. მიპოვეთ ABC კუთხე. აი, ABC კუთხეს ითხოვე. ანუ იდეაში ბეწვეროსთან მდებარე თავიდან მოცემული სამკუთხედის კუთხეს. ახლა თუ დავაკვირდებით ჩვენ, საერთოდაც არ არის საჭირო ერთ ნახაზზე გამგეხილოთ ეს ყველაფერი, პირიქით ასე უფრო ლამაზად დალაგებულად იქნება. ჯერ ის მომენტი ხო დავინახეთ, რომ 60 გრადუსი იყო. ანუ თუ კუთხეც ეს 60 გრადუსია, მაშინ ეს 30-30 ხო იქნებოდა. და მაშინ დააკვირდით ახლა სამკუთხედ BAC-ში. აი ეს. ის თუ 30 გრადუსია, ეს 130 გრადუსი, მაშინ რა გამოვიდოდა ეს კუთხე? გამოვიდოდა 180 გრადუს გამოკლებული 130-ს დამატებული 30. ანუ 60 გამოვაკდებოდა 20 გრადუსი იქნებოდა. შესაბამისად, ესეც 20 გრადუსიანი და ბისექტრისით მიღებული კუთხეებია. ანუ რა გამოვიდა, რასაც ვეძებდით ის კუთხე? 40 გრადუსი. გავაგზავნოთ. 65-ში 40 იყო პასუხი. 66. ABC სამკუთხედში კუთხე B არის 45 გრადუსი, კარგი 45-ია, კუთხე C 85-ია, AD ბისექტრისაა და კარგი. ეწერტილი ისე აღებული, რომ AE უდრის AC-ს. AE AC-ს. და კარგი. კი ბატონო. და კუთხე B D ეუდა. აი, მოდი გადმოვხატოთ ეს ნახაზი. გავიღოთ ასე, ასე, ასე. გავავლოთ შიგნით ბისექტრისა იყო აი, ხო? მსგავს ბისექტრისას დაახლოებით. და აი, აქ არის რაღაც წერტილი აღებული, ხო? გაიგოს ასე ახლა. ეს წერტილი, ვიცით რომ 85 გრადუსია აქ. მერე B წვერო აქ არის 45 გრადუსი. ეს D, ეს E და ეს აწვერო. თუ ჩვენ ვიცით რომ AD ბისექტრისაა, ანუ ეს კუთხეები ერთმანეთის ტოლია. ვიცით რომ AE AC-ს ტოლია. AE AC-ს ტოლია. კარგი, აბა მოდი დავალაგოთ. ახლა რას ხედავთ და რა ვიცით რა. ეს 45 გრადუსია, ეს 85 გრადუსია, თავისთავად სამკუთხედი ABC-დან. კუთხე A იქნიათ ეს A კუთხე, რაც არის აქ მოცემული, იქნებოდა 180 გამოკლებული 85-ის და 45-ის ჯარი.
130, ანუ ესაა 50 გრადუსი. ბისექტრის სამარშუაზე გაყოფდა 25 გრადუსი. შესაბამისად, ახლა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, ნახეთ, ეს ორი სამკუთხედი CAD და სამკუთხედი, ხო, აქ თანმიმდევრობა უნდა დავისვათ აუცილებლად EAD ერთმანეთის ტოლია. რატო? ნახეთ, CA და EA გვერდები, CAA გვერდები ტოლია. მერე CD გვერდი საერთო აქ ბოდიში AD გვერდი აქ საერთო ასე. ეს AD საერთოდ ანუ ტოლია. და მათ შორის მდებარე კუთხე კიდევ ტოლია. ესე იგი საკუთხედები ტოლია. შესაბამის კუთხეების ტოლი იქნება, ხო? ანუ შესაბამის კუთხე რა არის? ეს C კუთხე, ტოლი არის E კუთხის, ხო? ანუ ესეც 85 გრადუსი გამოდის. შესაბამისად, ნახეთ, ეს 85 გრადუსი ხო არის გარე კუთხე. აი ამ საკუთხედში. და თუ არის გარე კუთხე, მაშინ ორი არამოსაწყვე შიგა კუთხის ჯამის ტოლი. ანუ ეს თუ ალფა კუთხე იყო, 85 გრადუსი გამოდის, ალფას პლუს 45 გრადუსის ტოლი, ანუ ალფა არის 40. და შესაბამისად ჩვენ ამას ვთხოვდეთ, ხო, კუთხე BDS, კი, BDS და პასუხი იქნებოდა მეგობრებო 40 გრადუსი. კარგი. ვიღოთ ახლა 67. შევოთ ახლა ჩვენ ერთიანად ეს 67. ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი, მოდი ისე დავფასოთ როგორც ამ გისაუბრეთ. ასე, აქეთ იყოს ჰიპოტენუსა. კათეტი. დავაწეროთ ასოები A, B, C. C-სთან მართი კუთხე, A-სთან 40 გრადუსი. კაწერტილიდან, ასე იგი, AC გვერდზე აღებულია კაწერტილი ისე, რომ AC 6-ის ტოლი გავუსვა, რომ K აიღეს ისე რაღაცნაირად, აიღეს თქვათ K, რომ აი ეს 6 გამოდის, 6 სანტიმეტრი და ABC კუთხე, აჰა, ანუ K შეერთებულია B-სთან, ABC არის 25 გრადუსი. ეს 25-ია. იპოვეთ მანძილი კაწერტილიდან AB წრფემდე. მანძილი რა არის, მეგობრებო? მანძილი არის მართობი, ხო? მოდი. არ მოვუთა ასე ხელით გავლება, მოდი ასე გავა. მანძილი არის წერტილიდან ფემდე მონაკვეთამდე, რომ მართობი უნდა დავუშვათ. და გვეკითხებიან აი ჩვენ ამ მონაკვეთს. ახლა უცებ რისი თქვა შეგვიძლია. დიდ სამკუთხედში სამკუთხედი ABC და რადგან A კუთხე 40 გრადუსია, თავისთავად კუთხემდე მთლიანად იქნებოდა 50 გრადუსი და რადგან ეს 25 აქედან, მაშინ აქედანაც 25 იქნებოდა. ესე იგი ბეკა რა გამოვიდა? ბეკა გამოდის ბისექტრისა. და ახლა ყველაზე მოკლე მიდგომა რა იქნებოდა ამ ცოდაში. თუ ბეკა ბისექტრისა, ესე კაწერტილი ბისექტრისაზე ძებს. დააკვირდით რა გამოდიან M, KM და KC მონაკვეთები. ესენი გამოდიან, მეგობრებო, ბისექტრისის წერტილიდან კუთხის გვერდებამდე მანძილები. და ჩვენ ვიცით ბისექტრისის თვისება. ბისექტრისის ნებისმიერი წერტილი თანაბრად არის დაშორებული კუთხის გვერდებიდან, ანუ ეს მანძილები ტოლია, ანუ ეს თუ 6-ია, ესეც იქნებოდა 6. მორჩა, დავთავრეთ. სამკუთხედების ტოლობითაც შეგეძლოთ იგივე დაგვიკითხებდა, მაგრამ კარგი იქნება თვალსაზრდას გამოვიყენოთ. 62 ამოცა. ყოფილი და საკუთხედის ბედია და
ობს ამ სამკუთხედის პერიმეტრს ნაწილებად 30 და 12. კარგი. აქ ახლა ჯერ რომელ მედიანაზეა საუბარი, მოდი იმაზე ვისაუბრო, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება. მოცემულია ტოლფერ და სამკუთხედი, ხო? ანუ სამკუთხედის პერიმეტრს ყოფს ნაწილებად. კარგი, მოდი ჯერ ამაზე ვთქვათ, მაშინ რას ნიშნავს სამკუთხედის პერიმეტრის ნაწილებად დაყოფა? აი აქ ბავშვები ურევენ ხოლმე. მოდი დავხატავ რაიმე სხვა სამკუთხედს და გავავლებ რაიმე ხაზს. აი გავავლებ თქვათ რაღაცა ხაზია ასე. და რა ხდება ახლა? როგორ უნდა გავიგოთ ეს პირობა? დაწერია ასოები A, B, C და D. და რას ნიშნავს, რომ ჩვენ გავყავით ABC სამკუთხედის პერიმეტრი, აი გავყავით რა ორ ნაწილად. პირობითად 1 12-ია, მეორე 30. რას ნიშნავს ეგ? და ბავშვებს უცებ გონიათ, რომ 12 არის ვთქვათ ერთი სამკუთხედის პერიმეტრი, სიტყვაზე ვთქვათ ABDC და 30 არის მეორე სამკუთხედის პერიმეტრი. ADCS. არა, მეგობრებო, ეგ არასწორი ინტერპრეტაცია აღნიშნული პირობის და რეგდა. საერთოდ რაღაცას რომ ყოფ, შეხვდება შენ და შენმა მეგობარმა გაიყავით რაღაც, შეხვდება იმ რაღაცაში შემავალი ნაწილი. შენ სხვა რამე, რაც იმ თელ ერთობლიობას შედიოდა, არ შედიოდა, ხო, ის ვერ შეხვდება ფიზიკურად, ხო? ეს სიტყვაზე ვთქვათ, ახლა შენ და შენი მეგობარი თუ ინაწილებთ რაღაცა ვაშლების გაინაწილეთ ვაშლების ყუთი, ხო? ბალი არ შეხვდებოდათ, რაღაც ატამი არ შეხვდებოდათ, შეხვდებათ ორივეს ვაშლები. და შესაბამისად, ამდე მონაკვეთი ვერც ერთი ნაწილის შემადგენლობაში ვერ შევიდოდა. აბა ABD სამკუთხედის, აი ამ სამკუთხედის პერიმეტრი რა არის? ამ სამკუთხედის პერიმეტრი არის AB-ს დამატებული BD და დამატებული AD. ანუ ამაში გამოდის, რომ AD-ც შედის, რაც ნონსენსია, ამაშიც AD შედის. რაც ფიზიკურად წარმოუდგენელია, ABC სამკუთხედის ნაწილი არ არის AD, ნუ პერიმეტრის ნაწილი, ხო? გარე კვერდებისში არ შედის AD. აბა როგორ უნდა გავიგოთ ეს პირობა? როგორ უნდა გავიგოთ და უნდა წარმოვიდგინოთ რომ რაღაც AD არის რაღაცნაირი ლაზერი რა, აი რომელიც უჩინრად ყოფს, აი წარმოვიდგინოთ ახლა ასეთი სიტუაცია. ასე არის რაღაცა, ასე იყო სამკუთხედი და გავავლეთ ლაზერი, ასე იყო და გავავლეთ ლაზერი და გაიხლიჩა. ანუ სამკუთხედის თავიდან მოცემული სამკუთხედის პერიმეტრი რა იქა A, B, D, A, C, D, ასეთი სიტუაცია. თავისთავად ეს ნაწილები მხოლოდ იმ კომპონენტებისგან იქნება შემდგარი, რასაც თავად ABC წარმოადგენდა თავიდან. არავით არის სხვა დამატებითი ხაზი. 30 და 12 იქნება ზუსტად ამ ტეხილების სიგრძეები რა, ასე ვთქვათ. აი გვიდოდა გაგვითვალისწინები. ახლა ჩვენს ამოცანაში მედიანა იყო გავლებული და ჯერ ერთი უნდა დავფიქრებულიყავით, საიდან იქნებოდა ეს მედიანა გავლებული. თუ ფუძეზე იქნებოდა დაშვებული. აი ესე ფუძეზე რომ დაგვეშვა, წარმოიდგინეთ როგორი სიტუაცია იქნებოდა, დაახლოებით ასე იქნებოდა, ხო? ასე და ეს ორი ნაწილი იქნებოდა, ხო? და ეს ორი ნაწილი იდენტურია, იმიტომ რომ ფუძეზე დაშვებული მედიანა, აი ეს თუ არის, ესეც აიქნებოდა, ეს თუ B არის, ესეც B არის. ანუ მედიანა ზუსტად შუაზე ყოფს ამგვარს და ანუ ფაქტობრივად ორივე ნაწილი იქნებოდა როგორც მარცხენა ნაწილი, ასე ტეხილი, აი ეს, ისე მარჯვენა ნაწილი ერთმანეთის ტოლი. და 30 და 12 როგორ იქნებოდა? ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ანუ რა უნდა ხდებოდეს? აქ უნდა იყოს აშკარად გავლებული სიმაღლე, ბოდიში მედიანა ფერდზე უნდა ყოფილიყო დაშვებული.
ანუ ასე იქნებოდა. ну თუ წარმოვიდგინეთ ახლა თქვათ ფერდები იყო A და A და ფუძე იყო B, მაშინ ეს იქნებოდა 1/2 A, 1/2 A, ხო? რა იქნებოდა 30? 30 იქნებოდა ან A ზედა ნაწილის, აი ასე A და 1/2 A-ს სიგრძე და 12 იქნებოდა ქვედა ნაწილის, აი 1/2 A და B-ს, ესე იგი ავარიანტი ან A პლუს 1/2 A იქნებოდა 30 და B-ს პლუს 1/2 A იქნებოდა 12, ან B ვარიანტი. ხო შეიძლებოდა ზედა ნაწილი ყოფილიყო 12, ასე ცალსახად ვერ უამბობთ ამას, რომ ეგ არ შეიძლებოდა და ქვედა ნაწილი იქნებოდა 30. ну ეს ორჯერ იქნებოდა სისტემა აუსახსნელი. პირველიდან გამოდის მარტო პირველიდან აქ 3/2 A უდრის 30 და A უდრის 20. შესაბამისად თუ ჩასვამდით აქ B გამომიგდოდა 2 სტოლი, ხო? რა სიტყვებით იპოვეთ საკუთხედის გვერდები. ანუ საკუთხედის გვერდები გამოდიოდა პირველ ავარიანტში, აი ასე ჩამოვისვათ ვარიანტი 20, 20 და 2. 20, 20 და 2. რა ხდებოდა ახლა აქ? აქედან 3/2 A იქნებოდა 12 და A გამოდიოდა 8. ჩავსავდით აქ და B გამოდიოდა 24, 26 და მაშინ საკუთხედის გვერდები გამოდიოდა 8, 8, 26, რაც ეწინააღმდეგება საკუთხედის უტოლობას, ხო, ორი გვერდის ჯამი მესამეზე მეტი უნდა იყოს და თუ აქ ეს პრინციპი ირღვეოდა და შესაბამისად B ვარიანტს ადგილი არ იქნებოდა. 69 ამბიც. აი 69-ში, როგორც ახლა ვაკვირდები, უკვე პირდაპირ მოცემული რომ აი შიგნით რომ გავლეს CD მონაკვეთი, აი მიიღებული საკუთხედების პერიმეტრები იცით. დააკვირდით? ვიცი საკუთხედია მოცემული. კაპი გვერდზე აღებულია რაღაც წერტილი, ეს წერტილი შევაერთოთ ცესთან და ჩვენ ვიცით პერიმეტრი მთელი საკუთხედის ეს არის 50. ვიცით პერიმეტრი ACDS-ი, ACDS-ი ეს არის 25 ქვედა საკუთხედის და პერიმეტრი BCDS-ი ეს არის შესაბამისად 35. და ჩვენ ვთხოვეთ აი ამ შიგნით გავლებული მონაკვეთის სიგრძეს. აი X-ით თხოვეთ და CD მონაკვეთს ითხოვთ. ეს მარტივად თვალთაც შეიძლება ამოხსნათ, რომ აი თუ დაინახავთ აქ თქვენ რომ რა განსხვავებაა პატარა საკუთხედების პერიმეტრებსა და დიდი საკუთხედის, აი დაშტეხული თეთრი საკუთხედის და დიდი საკუთხედის პერიმეტრებს. პატარა საკუთხედების პერიმეტრი წარმოიდგინეთ ორი მიწის ნაკვეთი რომ გქონდეს და რომ გააერთიანო. თავიდან ხო გჭირდებოდა 45 და 35 მეტრი სიგრძის ხობე თქვათ, ხო? ანუ ეს AD, DC, AC, DB, BC, DC და მე თუ გააერთიანებ მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად დაგრჩება რა? გარე პერიმეტრი, ხო? ანუ 50. მაგრამ როგორ მიხვალ აქედან აქამდე? ზედმეტი რა ჰქონდა საწყის მიწის ნაკვეთებს ამ 50-თან შედარებით. თვითონ ეს CD მონაკვეთი, ხო?
CD შედიოდა როგორც ერთი მიწის ღობის ნაკვეთის ღობეში, ისე მეორე მიწის ნაკვეთის, ხო? ღობეში და შესაბამისად ორჯერ უნდა გამოაკლდეს ამას X. და ორჯერ შედიოდა ცალ-ცალკე თითოეულ პერიმეტრის შემადგენლობაში თითო-თითოჯერ და ჯამში ორჯერ. და შესაბამისად აქ 2x-ის 80-ია, იქნებოდა 90 - 50, ანუ 30 და x-ი იქნებოდა 15. ეგრეთი ხერხი ერთი გზა, მაგრამ ახლა მე თქვენ განახლებთ მეორე მიდგომას, მთელ რიგ სიტუაციებში ეს მეორე მიდგომა უფრო აგრესორებას გვიწევს ხოლმე. საერთოდ, როდესაც პერიმეტრებზე არის ამოცანა მოცემული, ყველაზე კარგი რჩევა ალბათ შემოიტანეთ ლათინური პატარა ასოები. ვერიოს ახლა წვეროების დასახელებებში ეს იყოს A პატარა, ეს B პატარა, ეს C პატარა, ეს D პატარა, ეს თავად X-ია, ხო? აქ. და აუცილებლად გაშლილი ფორმით ჩაწერეთ პერიმეტრები. რა იქნებოდა დიდი სამკუთხედის პერიმეტრი? A-ს დამატებული B, დამატებული C, დამატებული D. რა იქნებოდა ACD, ზედას ACD ქვედა სამკუთხედის პერიმეტრია, A-ს დამატებული D, დამატებული X-ი. რა არის ზედა თეთრი სამკუთხედის პერიმეტრი? ეს დამატებული C და დამატებული X. ანუ ერთგვარად ჩვენ მივიღეთ ახლა აქ სისტემა, რომელიც შეიცავს 5 შვადს A-ს, B-ს, C-ს, D-ს, X, მაგრამ სამი განტოლება გვაქვს. ანუ ჩვენ ვიცით, რომ თუ განტოლების რაოდენობა ჩამორჩება შვადების რაოდენობას, კონკრეტიკისთვის პირობა ინფორმაცია არ გვარა და უამრავი პასუხი შეიძლება ამას ჰქონდეს. და ასეთ სიტუაციებში ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ პირდაპირ სტანდარტულ ამოხსნას კი არ ვიცხებთ. თქვენ რაღაცაზე გავამრავლებთ ერთ-ერთ განტოლებას, გავამრავლებთ და დაუმატებთ მეორეს, ან მეორესაც გავამრავლებთ რაღაცას, დაუმატებთ, რომ სასურველი სურათი მივიღოთ. ახლა აქ რა იქნებოდა, რა შეიძლებოდა დაგვედა? ხაი, თუ ჩვენ დავდგებოდით და პატრა სამკუთხედების პერიმეტრებს დავკრებდით. ნუ მარცხენა მხარე რა იქნებოდა? A, B, C, D და 2x არ იქნებოდა? და მარჯვენა მხარე იქნებოდა 80. მარცხენა მხარეს თუ დააკვირდებით, აქ ლანგარზე იყო დადებული, რომ A+, B+, C+, და ეგ რა არის 50 არ არის? შესაბამისად ჩასვავდით, 2x-ი გამოვიდოდა 30-ის ტოლი და x-ი იქნებოდა 15. ასეთი სადა სიტუაცია გამოვიდოდა. აგიბეთ. მოდი, ნახოთ ახლა 70-ე ამოცანა. 70-ე ამოცანა დამტკიცებებზეა. მოდით დავასაბუთოთ აბა ერთად. თითოეული მათგანი. მოდი დავამტკიცოთ, რაც პირველი წერია. ფერდების მედიანები რომ ტოლია. ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი. რადგანაც მედიანები შიგნით გაიგლება, ამიტომ ნიშნულობა არ აქვს ჩვენ აქ როგორ სამკუთხედს ავიღებთ, ტოლფერდას ავიღებთ, თუ ბლაკუთხას ავიღებთ, თუ მახვილკუთხას. გავალოთ ეს მედიანები. მოდი მოვნიშნოთ ახლა რადგანაც თავად ფერდები ტოლია და მედიანები ხო შუაზე ყოფენ, ამიტომ ნახევრებიც ერთმანეთის ტოლი იქნება, აი ტოლი სიგრძეებით მოვნიშნო. და ჩვენ ახლა რა გვჭირდება? A, B, C, გავლებული იყო თქვათ D მედიანა და C მედიანა, უნდა ვაჩვენოთ, რომ D უდრის CS. CS. ეს უნდა ვაჩვენოთ. მოდი განვიხილოთ სამკუთხედი A, E, C და სამკუთხედი CDA. სამკუთხედი CDA. დავაკვირდეთ ახლა კომპონენტებს. მოდი დავაკვირდეთ რას? პრინციპში არ უნდა ბევრი საუბარი, დიდი დაკვირდება ეს კუთხე, A კუთხე ხო C კუთხეს ტოლია. აი ნახეთ,
კუთხე EC კუთხე ECA ერთი წუთი, რადგან ჩვენ AEC საკუთხეზე ვსაუბრობთ ჯერ. მოდი ასე ვქნათ. CA კუთხე და აქეთ კუთხე, ანალოგი ნახეთ, CAE, ხო? აქაც ACD. ACD. ესე თოლი არ არის რა? ხო, იმიტომ რომ CA კუთხე თავიდან მოცეული სამკუთხედის ფუძეს თავდებარე კუთხეა, ანალოგიურად ACD-ც. ACD-ც, ხო? მერე AC გვერდი, აი ეს AC გვერდი და აქ CA გვერდი. თოლია. და აი და აი ეს გვერდი და CD გვერდი, ხო? ერთხაზიანებია ნახევრებია. AE უდრის CD-ს. შესაბამისად მივიღეთ, რომ ამ ორ სამკუთხედს აი ერთი ამ სამკუთხედს, მეორე აი ამ სამკუთხედს, ასე ამ სამკუთხედს, შესაბამისად ორ-ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხეები ტოლია. მაშინ ეს სამკუთხედები ტოლია. ახლა ანუ მივიღეთ, რომ ეს სამკუთხედები ტოლია და თუ სამკუთხედები ტოლია, მაშინ შესაბამისი გვერდებიც. ახლა ჩვენ შემთხვევაში ეს EC გვერდი და DA გვერდიც ტოლი იქნება. ანუ დავამტკიცეთ, რისი დამტკიცებაც გვინდოდა. აი ზუსტად იგივენაირად, ზუსტად იგივე ტექნიკით სამკუთხედის ტოლობის ნიშნების გამოყენებით ხდება ბისექტრისების ტოლობის დასაბუთება. აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა ეს ვითომ AD და C არიან ბისექტრისები. ბისექტრისები თუ არიან შესაბამისად, ანუ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია, ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. ახლა აქ უკვე ორი კუთხითა და მათი საერთო გვერდით. ანუ ერთი აი ეს სამკუთხედი, ხო? აი ამ კუთხით და ამ კუთხით ტოლი იქნება, მეორე აი ამ სამკუთხედის იგივე ამ კუთხით და აი დიდი კუთხით, ხო? ტოლი იქნება ერთმანეთის, იმიტომ რომ კუთხეები ერთი ეს პატარა კუთხეები, აი პატარა კუთხეები ერთი და იგივე კუთხის ნახევრებია, შესაბამისად ერთმანეთის ტოლი იქნებოდა, თავიდან მოცემული ფუძეს თავდებარე კუთხეები ტოლია, ეს AC გვერდი საერთო აქვთ, ანუ სამკუთხედები ტოლია, შესაბამისად ბისექტრისების ტოლი იქნებოდა. სიმაღლეებზე ცოტა ისეთი მომენტია, რომ ორი შემთხვევა იქნებოდა განსახილველი, აი ბლაკკუთხა სამკუთხედი თუ იქნებოდა, მაშინ სიმაღლეები გარეთ რომ გაივლებოდა, მაგრამ ამასაც ძალიან მარტივად აჩვენებდით, იგივე კუთხეების ტოლობით. აი თითო აი ეს კუთხე და ეს კუთხე ხო ტოლი აქვთ, აი ამ სამკუთხედში და დიდ სამკუთხედში. მართი კუთხე ხო ტოლია. მაშინ მესამე კუთხე, აი სიმაღლესა და ფუძეს შორის კუთხე, აი ეს კუთხე, აი ეს კუთხეც ხო ტოლი გამოვა, იმიტომ რომ მართი და თავიდან მოცემული ბახვილი კუთხე თუ ტოლი იყო, თავისთავად მესამე კუთხეების ტოლი ექნება. ანუ ამ სამკუთხედებს სამსამე კუთხე ტოლი აქვს და ერთი გვერდი საერთო აქვთ. ანუ ტოლია. მაშინ გამოვა, რომ სიმაღლეებიც ტოლია. იმედი არ გაგვიწყებით ახლა კიდევ უფრო დაწვრილანებით რო არ გავარჩიეთ მეორე და მესამე დებულება, მაგრამ ვფიქრობ, ცხადი იყო უკვე პირველი დამტკიცებიდან გამომდინარე, როგორ დავასაბუთებდით მასაც. მოდი ცოტა გაგვიჭედა გავაკო, ხო? კაცრავად. ფიქსი. მოდი ავთოთ ახლა ჩვენ ფერი გადავთ და 71 ამოცანას დავაკვირდეთ. რა ხდება აბა ნახეთ.
ABC სამკუთხედში სამივე გვერდი ვიცით. მოდი დავხატოთ ABC სამკუთხედი. ესე, ესე, ასე. დავაწეროთ ეს გვერდები რაც ვიცით ჩვენ, რომ AB არის 15, BC არის 16, AC არის 19, ცეცხლზე გავლებული წრფე სამკუთხედის პერიმეტრს ყავს 11-14-თან შეფარდება. ну, მოდი ახლა სხვა ფერის წრფე გავატაროთ და ეს ზუსტად იგივე სიტუაციაა, ხო ვისაუბრეთ ჩვენ აი პერიმერის ნაწილებად დაყოფაზე რა. და ახლა ასე. ანუ რა იგულისხმება, მოდი კიდევ ერთხელ გავმეორდეთ. არა მიღებული საკუთხედის პერიმეტრები, არამედ აი ეს ასე ვთქვათ, ზედა ნაწილი და ქვედა ნაწილი, აი ასე. აი ამათი სიგრძეების შეფარდებებია 11-14. ანუ იდეაში რა იქნებოდა ჩვენ შემთხვევაში ახლა, მოდი ლათინური პატარასები დავაწეროთ. ეს თუ არის a, ეს მარტივად 15 მინუს a იქნებოდა, ხო? და ზუსტად მაგას ვთხოვეთ, მე იპოვეთ AB გვერდის მონაკვეთებიო და ანუ ეს a და შესაბამისად 15 მინუს a-საც ვიპოვეთ. და 16 და 19 ისედაც ვიცით. ანუ რა გამოდის? ზედა ნაწილის სიგრძე, ანუ 15 მინუს a პლუს 16. ისე შეეფარდება a პლუს 19-ს როგორც 11-14-ს. და მეორე შემთხვევაც ხო შეიძლება ასე ვუდეს, ანუ ეს ზედა ნაწილი, ესე იგი 15 მინუს a-ს პლუს 16 შეფარდებული a პლუს 19 და პირიქით ზედა ნაწილი იყოს 14-ის შესაბამისი და ქვედა 11-ის. ამას გავამარტივებდით, ეს იქნებოდა 31 მინუს a შეფარდებული a პლუს 19-თან. გავამრავლებდით 14-ზე, აბა კარგად გავამრავლოთ ახლა 31 ჯერ 14, ესაა 310 პლუს 124, ხო? ჯერ 31, 310 და 124, ეგ არის 424. მეტი არ მეშლება, ხო? 424 მინუს 14a უდრის 11a პლუს 209, ხო? 209. მე 11-ია აქეთ, ანუ 25a უდრის 209 გამოვადგება 424, ესა 225. და a არის რამდენჯერ მოთავსდება? 9 ჯერ არა? იმიტომ რომ 8 ჯერ 25 არის 200, ანუ 9 ჯერ. ესე იგი, რა გამოდის ახლა ჩვენ შემთხვევაში, აი ამ a შემთხვევაში ასე გამოგვივიდა, რომ ერთი გვერდი იყო 9 და მეორე 15 მინუს 9 შესაბამისად იქნებოდა 6. გადავამოწმებ ახლა. კი ბატონო, 9 და 6 არის ერთი ვარიანტი და მეორესაც ამოვხსნით ანალოგიურად ზუსტად. აქ როგორც პირველ შემთხვევაში სამკუთხედის უტოლობის პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ნაწილები ნებისმიერად შეიძლება გაყოფილიყო ახლა 15. 15 მინუს a, ესე იგი ეს არის 31 მინუս a შეფარდებული a პლუს 19-თან, ეგ არის 14 მე 11. შესაბამისად, გადავამრავლეთ ახლა 31, ესაა 3, 4, 1 მინუს 11a უდრის a ჯერ 14, 14a 280, რომ გავაკეთოთ 14, 266. ეს იქნება 25a უდრის 34 და 65 აუდრის 3-ს, ანუ მივიღებდით 3 და 12. ვნახოთ, კი, ესე არის. ორივე სრულფასოვანი შემთხვევაა და ორივე შეიძლება ჰქონოდა ადგილი. 72 ამოცანა. ყოფედა სამკუთხედის წვეროზე
რომლის ფუძე და ფერდი შესაბამისად 10 და 13-ია, გავლებულია მედიანა. ახლა ზოგჯერ ავტორები გულისხმობენ, რომ ტოლფერდა და სამკუთხედის წვეროს ნახიან ფერდების შემაერთებელ წვეროს. მაგრამ არ არის ეს უნივერსალური მიდგომა და ტოლფერდა და სამკუთხედის წვეროთ შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ და ეს არ არის თვითონ ფუძესთან მდებარე წვეროები. იმიტომ აქ შესაძლოა გქონდეს რამდენიმე შემთხვევა განსახილველი. ესე იგი, რომლის ფუძე და ფერდი შესაბამისად ტოლია 10-ის, ანუ ფუძე არის 10, უკაცრავად ფერდი არის 13. მოლებულია მედიანა, გთხოვენ მედიანის სიგრძეს, თუ ერთ-ერთი სამკუთხედის პერიმეტრი არის 30. ანუ მოდი ხუთიანი ლამაზად დავწეროთ. და რამდენიმე შემთხვევა. ერთი თუ მედიანა გავლებულია უშუალოდ ფუძეზე. ჩვენ ამას თხოვენ აი მედიანის სიგრძეს. ეს არის ერთი შემთხვევა და მეორე შემთხვევა. თუ ტოლფერდა სამკუთხედში მედიანა გავლებული იქნებოდა უკვე ფერდზე. მაგრამ ნახეთ, ამ მეორე შემთხვევასაც ორი ქვეშემთხვევა აქვს. ახლა რატო ორი? იმიტომ რომ ერთ-ერთი სამკუთხედის პერიმეტრი იყო 30. აი პირველ შემთხვევაში ესენი ტოლია მარჯვენა და მარცხენა სამკუთხედები და მნიშვნელობა არ აქვს, რომლის პერიმეტრზე ვისაუბრებთ. აი მეორე შემთხვევაში კი მასე არ არის. ანუ ამის პერიმეტრია 30 თუ ქვედა სამკუთხედის პერიმეტრია 30, ეს განსხვავებულ შედეგებს მოგცემს. აღუდგათ მედიანა და ეს არის 30, ეს ორი განსხვავებული შემთხვევა. ასე. წავყვეთ. ამ შემთხვევაში ეს 5 იქნებოდა, ამის პერიმეტრი თუ არის 30, მაშინ ასეთ რაღაცას მივიღებთ, რომ 13 პლუს 5 პლუს x იქნებოდა 30 და შესაბამისად x გამოდიოდა 12. ამ შემთხვევაში ეს 13-ია, ეს 13-ის ნახევარი იქნებოდა 6.5 და გამოვიდოდა, რომ 13-ს აი ზედა სამკუთხედში 13 დამატებული 6.5 დამატებული x ეგ არის 30. ნუ 19.5-ია და x იქნებოდა 10.5. ესე შეიძლება პასუხი ყოფილიყო? ხო არ წერია რომ მედიანა მთელი რიცხვია, არა. შეიძლება ყოფილიყო და ქვემოთ ეს 6.5-ია, გვიცით. ეს 10-ია და მაშინ x დამატებული 6.5 დამატებული 10 იქნებოდა 30 და შესაბამისად x გამოდის 13.5-ის ტოლი. მაშინ ავტორს უნდა ქონდეს დათქმული, რომ როცა ვამბობ ტოლფერდა და სამკუთხედის წვეროს გულისხმობ ფერდების შემაერთებასო და აბა რა ქვია ახლა ფუძეების წვეროებს რა ქვია, არ არის ტოლფერდა და სამკუთხედის წვერო? რატომ გქონია რომ სამივე შეთხოვნად არაბალზალიანია და სამივე უნდა გაგეხილოთ. 74-ს რაც შეეხება, არ მინდა არის 13-ს და 14-ს ცალკე ამოწერა მარტივი ამოცანებია. აქ თითო წვეროსთან მდგომი ორივე გარეკუთხის ჯამი გვინდოდა, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა 720 გრადუსი, იმიტომ რომ სამკუთხედის წვეროებთან თითო დაღებული გარეკუთხეების ჯამი არის 360 გრადუსი და ახლა ორ-ორს ვაიღებდით, ანუ ორჯერმეც იქნებოდა 720. 74 ამოცანას რაც შეეხება. 74-ში ანუ ნახეთ, ჩვენ გთხოვენ ახლა
რისი ტოლია x კუთხე არა? დაკვირდით, აი მთლიანად ეს ხო 76 იქნებოდა, იმიტომ რომ ამის ჯვარი დინამდებარია. კი. მაშინ აი ეს კუთხე x-თან რაც არის ასე, რომ არის x-ისა მართი კუთხე და აი ეს არ გამოდიოდა 76-ს გამოკლებული 23. იმიტომ რომ მთლიანად 76 იყო, 76 შემადგენლობაში შედიოდა. შესაბამისად, ეს გამოდის 40 რამდენი გრადუსი? 13 გრადუსი. და ეს თუ 53, აი x იქნებოდა 90-ს გამოკლებული 53, ანუ 37 გრადუსი. დავამოწოთ მაინც, კი ბატონო. და კადი ამ ჩანაწერის ბოლო ამოცანას განვიხილოთ 75, ნუ ესეც საკმაოდ მარტივია. აი ეს თუ 30, ესეც 30 ხო იქნებოდა ჯვარი დინამდებარია. და მაშინ გამოდის, რომ ეს არის გაშლილი კუთხე მთლიანად და 30 დამატებული ალფა დამატებული ალფა პლუს 10 გრადუსი იქნებოდა 180. 2 ალფა აქა 40 გამოვხდება 180, 140 და ალფა იქნებოდა შესაბამისად 70 გრადუსი. ასეთი ამბებია. გადავამოწმოთ, ხო, რა სიტყვენ? ალფას ითხოვენ ალბათ, ხო, იპოვეთ ალფა კუთხე. 75-ში, კი. კარგი, ხოდი დროებით დავამშვიდობოთ ერთმანეთს და 76 ნომრიდან გავაგზავნოთ გარჩევა.